ბათუმში საქართველოს პოსტის რეაბილიტირებული ფილიალი გაიხსნა. განახლებული სერვისით, ფასებითა და სტანდარტებით ბათუმის რიგით მესამე ფილიალი ჭავჭავაძის ქუჩის 90 ნომერში ამოქმედდა. სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები აქ გასული წლის ნოემბერში დაიწყო. ფილიალის გახსნის პარალელურად შენობის წინის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებისთვის დასაწყისში ტესტირების შედეგად გაათავისუფლეს. პოსტის ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, მათთვის უცნობი იყო, რომ ტესტირების წარუმატებლად გავლის შემთხვევაში სამსახურის დაკარგვა ემუქრებოდათ. ტესტირება კი კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურებოდა. ყოფილი თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ეს მეთოდი მათ სამსახურიდან გაშვებას და ხელმძღვანელობისათვის სასურველი კადრებით ჩანაცვლებას ემსახურებოდა. პოსტის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ტესტირებისათვის მოსამზადებლად მათ მხოლოდ ერთკვირიანი ვადა მიეცათ. ბრალდებებს პოსტის ხელმძღვანელობაში უარყოფენ. ერთი კვირის მანძილზე გვითხრას, რომ ტესტირება იქნებაო. მაგრამ ეს ტესტირება არ შეეხებოდა სამსახურიდან გაშვებას. გვაჩვენოს მაშინ ბრძანება, სადაც რო ეწერა, რომ ეს ტესტირება ჩვენ იმას იზამთრებს, ზეგავლენას იმოქმედებდა ჩვენზე. ჩვენ ვიცოდით, რომ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ხდებოდა ეს ტესტირება. მეტი საბუთიც გვაქვს იმის პირად მეილებზე. რო იძახიან, რომ ტესტირება ვერ დააჯდან ჩვენთან ერთად, მოვითხოვ ამას და უნარებში ჩააბარონ ჩვენთან ერთად ტესტირება. ეს იყო ადვილი ფორმა ჩვენი სამსახურიდან გაშვების, რომ მოეყვანათ მათი კადრები და დაესაქმებიათ. კომპანია ვითარდება, გადადის ახალ სტანდარტებზე, ანუ ახალ ტექნოლოგიებზე, ძალიან ბევრი ახალი პროდუქტი იქნება და ის ადამიანი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს პოსტის ახალ სტანდარტულ მოთხოვნებს, შესაბამისად ტოვებს თანამდებობას. ტესტირება არის ტესტირება და კვალიფიკაციის ამაღლება არის კვალიფიკაციის ამაღლება. ამ ადამიანებს ჩაუტარდა ტესტირება და ვერ გადალახეს ბარიერი, რომლის საფუძველზეც მერე შეიძლებოდა, რომ გაეგზელებინათ მუშაობა საქართველოს პოსტაში. ვერ დააკმაყოფილეს შესაბამისი სტანდარტები. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გაიხსნა ახალი სერვის ცენტრი. აღჭურვილი ყველა იმ ტექნიკურად უზრუნველყოფილი ყველა იმ აპარატურით, რომელიც საჭიროა, ყველა იმ ახალი დანერგილი პროდუქტების გამოსაყენებლად და მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი დაბალფასიანი და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შესათავაზებლად, რაც მსოფლიო მასშტაბით გამოიყენება საფოსტო ბიზნესში. პროცესი გრძელდება ძალიან მალე, რამოდენიმე თვეში კიდევ 10 ასეთი სერვის ცენტრი დაემატება.